ეს ლურეის მიწისქვეშა გამოქვაბულია, რომელიც ვირჯინიის შტატის შენანდუას მთებში მდებარეობს. მიწისქვეშა სამყარო 5 ადგილობრივმა ფერმერმა 1878 წელს აღმოაჩინა. 100 წლის შემდეგ კი გამოქვაბული ამერიკის ბუნების ძეგლად გამოცხადდა. გამოქვაბულს ტურისტები უწყვეტ ატყავს. წლის განმავლობაში მას დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ჯონ შაფერი სტუდენტი იყო, როცა გამოქვაბულს პირველად ეწვია. აქაურობა ისე მოეწონა, რომ მუშაობა მუზეუმში დაიწყო და უკვე 40 წელია შენანდუაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო შემოიარა, ამბობს, რომ ასეთი სილამაზე არსად უნახავს. ბევრ გამოქვაბულში ვარ ნამყოფი რამდენიმე ქვეყანაში, ბევრი მათგანი მომეწონა, მაგრამ ამ გამოქვაბულს ვერაფერი შეეძრება. თუ ამ სტალაქტიდებს ყურადღებით დააკვირდებით, რამდენიმე უჩვეულო ფორმასთან ერთად ცნობილ ფიგურებსაც დაინახავთ. მაგალითად, ამ ფორმას მარიამ ღვთისმშობელს ადარებენ. ის უკვე ასეულობით წელია აქ დგას. ეს კი შემწვარი კვერცხია, რომელიც იმდენად რეალურად გამოიყურება, რომ დამთვალიერებელს ხშირად მისი შეხების სურვილი უჩნდება იმაში დასარწმუნებლად, რომ ის მართლაც ცივი და მყარია. ეს ოცნების ტბა, რომელიც უზარმაზარ სარკეს გავს. მასში სტალაქტიტები თითქოს ერთმანეთთან შერწყმას ცდილობენ. თითოეული ეს ქვა ადამიანისთვის წარმოსახვის უშრედი წყარო შეიძლება იყოს. გამოქვაბულში ყოველდღე ფეხით დავდივარ. უკვე 40 წელი აქ მუშაობ და ყოველდღე რაღაც ახალს ვპოულობ. არაჩვეულებრივი შეგრძნება ბუნების ასეთ საოცარ სილამაზეში სიარულია. ქვის ორღანით სწორედ აქ მდებარეობს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი მუსიკალური ინსტრუმენტია. ის მათემატიკოსმა ლეილანდ სპრინგლმა გამოიგონა. ერთხელ ვაჟთან ერთად გამოქვაბულში სეირნობდა, როცა მიწისქვეშა სამყაროს უნიკალური აკუსტიკა აღმოაჩინა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ამ ორღანის შექმნა. დღეს აქ მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მოდიან საკუთარი კომპოზიციების ჩასაწერად. ჩვენ ვაშინგტონთან საკმაოდ ახლოს ვართ, ამიტომ საერთაშორისო ვიზიტორები ყოველთვის გვყავს. ტურებს რამდენიმე ენაზე ვატარებთ. ტურისტები ყოველთვის შთაბეჭდილებებით სავსე ბრუნდებიან უკან და დარწმუნებული ვარ, აქ ნანახი სილამაზე მთელი ცხოვრება ახსოვთ. ერთი რამ, რასაც აქ მოსული, თითქმის ყველა ადამიანი აკეთებს, წყალში ხურდის ჩაყრაა, იმ იმედით, რომ ასეთ უჩვეულო ადგილზე ჩაფიქრებული ოცნება აუცილებლად აუხდება. მუზეუმი ყოველ წელს აგროვებს ოცნების ტბაში ჩაყრილ ფულს, რომელსაც ხშირად ქაღალდის ფულიც ერევა და თან არა მხოლოდ ამერიკული. დაფაზე გამოკრულია თანხის ოდენობა, რომელიც ამ გზით არის წყლიდან ამოღებული. უკანასკნელი რამდენიმე წელია თანხა $100,000 სცილდება. მუზეუმი აცხადებს, რომ ეს თანხა თავად მუზეუმის შენახვასთან ერთად რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის დაფინანსებასაც ხმარდება.